წყინვალე დღე იყო. ეს იყო ქართული და აფხაზური სულის ნამდვილი ზეიმი, რადგან თვითონ ქალბატონი ნაირა არის სიმბოლო ქართველი და აფხაზი ხალხის და თვითონ იუბილარი ქალბატონი, რომელიც გამორჩეულად უყვარს საქართველოში ყველას, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საიუბილეო დღეებისათვის საკუთარი ნაწარმოებები შეეთავაზებინა მკითხველისათვის, აი ასეთ წიგნს ჩუქნის, რომელსაც ქვია ღირსახსოვარი და ეზღუდება აფხაზ კლასიკოსებს ივანე თარბას, ბაგრატ ჩინქუბას და დიმიტრი გულიას. და აქ არის საოცარი თარგმანები და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი ხიდი არის, ერთი გამთლიანებული ხიდი აფხაზ და ქართველ ხალხს შორის. დღევანდელ საღამოზე იყო მოლოცვები სოხუმიდანაც და სადამ იარსებებენ ნაირა მარშალიასნაირი ქალბატონები, იქნება იმედი, რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე აფხაზეთში და იქ აღვნიშნავთ ასეთ ლამაზ დღეებს. ულოცავ ქალბატონ ნაირას და მთელ საქართველოს ამ ლამაზ დღეს. დღეს ჩემი იუბილე გახლავთ, მაგრამ ძირითადად ეს იყო აფხაზეთის მოფერება, აფხაზეთის გახსენება, აფხაზეთის მონატრება. ამ იუბილეს დაუკავშირე მე წიგნი, რომელიც ეძღვნება აფხაზ კლასიკოს პოეტებს, ბაგრატ ჩინკუბას, ივანე თარბას და დიმიტრი გულიას და აღსანიშნავია ის, რომ წელს იყო ივანე თარბას 100 წლის თავი გარდაცვალებიდან. ამიტომ ამ წიგნში შესულია მათი ლექსები, ქართულად ნათარგმნი, ჩვენი ძვირფასი თარგმნელების, ერეკლე საღლიანი, შოთა ნიშნიანიძის, ირაკლი აბაშიძის, ოთარ ჭილაძის და სხვების. ამავე დროს არის მოგონებები და არის უნიკალური ფოტოები, რომლებიც ძალიან კარგად ასახავენ ქართველი და აფხაზი პოეტების კარგ ურთიერთობას, რომელიც იყო ომამდე. და ეგ არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი თემა, რომ ჩვენს მომავალ ახალგაზრდობას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მტარები არასოდეს არ ვიყავით ქართველები და აფხაზები ერთმანეთის, ჩვენ გვქონდა ყოველთვის მეგობრობა, სიყვარული, ნათესაური კავშირები, ნათლიობა და თითქმის ნაწილი აფხაზების მოსახლეობის არის შერეული ოჯახები, ქართველი და აფხაზებისაგან შედგენილი. მე თვითონ შერეული ოჯახის წარმომადგენელი ვარ, ჩვენ საღი აზროვნებით, ურთიერთმიტევებით, აუცილებლად შევრიგდებით, ვინაიდან ჩვენ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი ყოველთვის გწყურია.